გამარჯობათ, ჩემო ძირფასო, გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 29 იანვრის ახალი მთვარე, რა ცვლილებებს. პირველ რიგში გილოცავთ ძვირფასებო დღევანდელ დღეს, მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებელის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ვინც აღნიშნავთ და ვინც ხართ ქრისტიანები. ჩათოთ და გავიგოთ, რას მოგიტანთ 29 იანვრის ახალი მთვარე. ვიცით, რომ ახალი მთვარე არის საწყისი, ასე ვთქვათ, ენერგია. ახალ მთვარეს, ასე ვთქვათ, არის იმისი ენერგია, რომ ახალი შემართებით შეუდგეთ თქვენს საქმებს. ასევე ჩინური კალენდრით იწყება 2025 წელი. მოგეხსენებათ იანვრის 29 იანვარს ახალ მთვარეობას და ძალიან დატვირთული, ასე ვთქვათ, დღეა. შესაბამისად, გამოვიყენოთ ეს მისტიური ენერგიები და ვეცადოთ გავიგოთ თქვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მთავარი ცვლილებების შესახებ. პირველ რიგში, უკაცრავად ვიფასებო, რომ ხმაზე რა დამემართა, არ ვიცი. პირველ რიგში გავიგოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ და აირჩიეთ სწორად. ან მათთვის, ვისაც შემთხვევით ამოგეგდოთ ჩემი ვიდეო, რომ დარწმუნდეთ, რომ რეზონირებს თქვენთან. ვინ ხართ თქვენ დღევანდელი მდგომარეობით? როგორ აღგექვამთ თქვენ უმაღლესი ძალები? ძვირფასებო, ყველასთვის იქნება ის გზავნილი, რაც კონკრეტულად თქვენ გეხებათ. თქვენ გაიგებთ და მოისმენთ იმას, რაც არის სათქვენო. ასე რომ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ყველასთვის, მაგიტომაც ქვია საჯარო გაშლა. თქვენი სიგნიფიკატორი არკანი. თქვენ ხართ ადამიანი ბედის ნებიერი, შეიძლება ითქვას. თქვენ ხართ ძალიან იღბლიანი, ბრძენი. თქვენ გფარველობთ უმაღლესი ძალები, თქვენ ამას გრძნობთ. ცხოვრებაში შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ბევრი ქარტეხილი გაიარეთ და ამის შედეგად მოვიდა ის სიბრძნე, რასაც ფლობთ. ასევე თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ცვლილებებს არ უშინდება და თქვენ ცხოვრებაში პერიოდულად იცვლება მოვლენები. დაუშვათ, გაქვთ პერიოდი, როდესაც რაღაც არ მიდის ისე, როგორც თქვენ გსურთ, დაუშვათ ფინანსები, ან რაიმე სასიყვარულო, თუნდაც ისტორიები. თქვენ ზუსტად იცით, რომ ეს შეიცვლება და სულ ასე არ იქნება. თქვენ არ განეკუთვნებით იმ ადამიანების ტიპს, რომლების ცხოვრებაშიც რუტინულად, მუდმივად ერთი და იგივე ხდება და არაფერი არ იცვლება. ასეთი თქვენ არ ხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გიყვართ ცვლილებები, რომლებსაც შეგიძლიათ თქვენ თვითონვე თქვენ ცხოვრებაში მოახდინოთ ცვლილებები და ეს კარგად აისახება თქვენს გონება-განწყობილებაზე და ზოგადად თქვენი ცხოვრების ხარისხზე. კარგით, ვინც მაინც ვერ გაერკვიეთ, დაუშვათ, გეხებათ თუ არა თქვენ ეს გაშლა, ერთი არკანი კიდე დავამატოთ თქვენთვის. ვინ ხართ თქვენ? დიახ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ გეშინიათ რისკის. ანუ გარისკვა თქვენ არ გეშინიათ, თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ ორი საქმე აკეთოთ, დაუშვათ ეს სამსახურს ეხება ფინანსებს, ორი წყაროსგან შეგიძლიათ ფინანსები, თქვათ ეს არის ორი სამსახური, ან ერთი სამსახური, ერთი ბიზნესი და ასე შემდეგ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად გამოიმუშავებთ თანხებს, თქვენი ენერგიის, თქვენი გამჭრიახი გონების და თქვენი, იცით როგორ, რომ შეგიძლიათ, რომ კარგად დააბალანსოთ
ის წინადადებები, რომლებიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აი ზუსტად დაიჭიროთ მომენტი, ისარგებლოთ და გამოიყენოთ კარგი გაგებით. დაახლოებით ეს არის თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენი აღწერილობა. თუ გეცნოთ საკუთარი თავი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა პიროვნება ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე, ასეც ხდება და ეს არის ბუნებრივი, რა თქმა უნდა. კარგით. თავარი ცვლილებები თქვენთვის 29 იანვრის შემდეგ. დიახ, ძვირფასებო კარტები ერთი და იგივეს ადასტურებს, მაგრამ მაინც ვეცადე რომ ასე ვთქვათ ამე კონკრეტებინა. ეხლა ვაგიხსნით რა მოდის აქ რა ცვლილებები. ესე იგი, რაღაც ძვირფასებო ინტრიგების ხარჯზე, ესე იგი, ინტრიგები, იცით როგორ არის, ანუ ეს არის რაღაც საქმე, შესაძლებელია ისეთი, საიდანაც თქვენ გამოხვალთ კმაყოფილი. ინტრიგა დავარქვი, რადგან პირდაპირ ინტრიგა ეს არ არის. რაღაც არის საჭირო, სადაც არის გონების გამოყენება აუცილებელი და სადაც არის რაღაც ისეთი მომენტები, რომ აი თქვენ უნდა დაასწროთ სხვას, ან თქვენ უნდა აჯობოთ ჭკუაში, რაღაც манипуляციები უნდა იყოს თქვენი მხრიდან. კარგი გაგებით აქაც სავარაუდოდ ძვირფასებო. რატომ? იმიტომ რომ ამის შემდეგ, რომ ამ რაღაცა დავაში, რაღაც აქტიურობაში, მოქმედებაში თქვენ ერთვებით და თქვენი, ასე ვთქვათ, მოდომების და ინტელექტის ხარჯზე თქვენ აქედან გამოდიხართ კმაყოფილი. შეიძლება უკაცრავად ძვირფასებო. განვაგრძოთ, მომწია, ასე ვთქვათ, ვიდეოს დაპაუზება. განვაგრძოთ. ესე იგი, შესაძლებელია, როგორ ვამბობდი, გავიხსენებ ეხლავე. ეს არის ის, რასაც თქვენ ელოდით, ან რაღაცაში თქვენ ჩადეთ თქვენი შრომა, ძალისხმევა, ინვესტიცია და იღებთ მოსავალს. მოსავალი შეიძლება იყოს ფინანსების სახით, ან ნებისმიერი თქვენთვის სასიხარულო ინვესტიციის სახით. ცვლილება შეეხება ასევე თქვენ სტრესულ და დეპრესიულ მომენტებს, როდესაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იყავით, იცით როგორ, აი რაღაც სიბნელეში თითქოს თქვენ ფიქრობდით, რომ გარშემო მყოფები, ასევე შესაძლებელია იყოს სასიყვარულო პარტნიორი, არ გაძლევენ იმ ენერგიას, რასაც თქვენ იმსახურებთ, იმ ყურადღებას, ან იმ დროს არ გითმობთ სათანადოდ, რაც თქვენ გჭირდებათ. აი, ცვლილება ეხება ასეთ საკითხს, სადაც თქვენ ყურადღებას ვერ იღებდით. აქ არის მეტი კომუნიკაცია, მეტი აქტიურობა პარტნიორის მხრიდან და აქ არის ძალიან დიდი ფინანსები, ასევე ცვლილება ეხება ფინანსებს. მოდი დავკონკრეტეთ ძვირფასებო ფინანსებზე, მათთვის ვინც მუშაობთ და ვისაც გაინტერესებთ ეს თემა. ცვლილებები ფინანსური კუთხით თქვენთვის. რაღაც ჯერჯერობით არის ბუნდოვანი და გაუგებარი, თუმცა გადაწყდება სათქვენოდ, დიახ, და მოდის ფინანსები თქვენთან. რაც ახლა არის ბუნდოვანი თქვენთვის გაურკვეველი, რაც შესაძლებელია შიშსაც იწვევს თქვენში, ეს მოგვარდება, ეს გაირკვევა და თქვენ ფინანსები გაქვთ გარანტირებული. დარჩებით ძალიან კმაყოფილი თქვენი ფინანსებით და შემოსავლებით ძვირფასებო. დიახ. ამოქმედდება, ასე ვთქვათ, ახალი ფინანსური გეგმა თქვენთვის, რაც იქნება თქვენთვის ტრიუმფი სტოლფასი, ძვირფასებო. შესაძლებელია ეს ეხება უცხოეთს, შესაძლებელია უცხოელებს, ან რაღაც მკვეთრად განსხვავებულ თქვენგან სიტუაციას. გესურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ძვირფასებო, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ და